მე მინდა მოვყვე ჩემი გუნდთან ურთიერთობის ამბავი დაწყებული ჯერ კიდევ მეორე კურსიდან. მეორე კურსიდან, იმიტომ რომ მეორე კურსზე ვიყავი, როდესაც დამოუკიდებელი საგუნდო კოლექტივი მყავდა. ეს მართალია ბავშვთა გუნდი იყო, მაგრამ ფაქტიურად იქ მივიღე დიდი პრაქტიკა. ეს ასე იყო. მეორე კურსზე რო ვიყავი, ვახტანგ ფალიაშვილმა გამაგზავნა მეათე მუსიკალურ სკოლაში დირექტორმა მთხოვაო. დირექტორი იყო, ესე იგი, ნათელა წერეთელი, ვოკალისტი, რომელიც ძალიან დიდი მოყვარული იყო აკადემიური გუნდის და აი ვახტანგი მითხრა რომ ნათელა მთხოვაო რომ მინდაო ერთი კარგი ახალგაზრდაო რომ გუნდი მინდა გავაკეთო სკოლაშიო. მე წავედი, ესე იგი, მან ყველანაირი პირობა შემიქმნა, მე ამაზე სხვა დროსაც ვილაპარაკე და ძალიან კარგი ბავშვთა გუნდი გავაკეთე. მეათე მუსიკალური სკოლის, რომელიც გამოვიყვანე წარმატებით და აღინიშნა მაშინვე რომ ეს იყო ძალიან კარგი. სხვათა შორის პირველი რეპერტუარი კარგად მახსოვს, რას ვამღერებდი. ბუკიას ნანა დაუპატიჟებელი სტუმრებიდან ყვავილების გუნდი, არაჩვეულებრივი ჩიტების მისალმება ამავე ოპერიდან მხიარული გუნდი ძალიან კარგი და მახსოვს ძალიან კარგად სისატურა მეგრული ოთარ ჩიჯავაძის ჩანაწერი ქალთა გუნდისთვის. ეს ბავშვებთან გავაკეთე აკაპელა უკვე. ეს იყო პირველი შეხება ჩემი დამოუკიდებელი გუნდთან. აი ამის შემდეგ მეორე ეტაპი იყო გუნდთან. მესამე კურსზე ვიყავი, რომ ესე იგი ვახტანგი მითხრა, ფალიაშვილმა მითხრა, რომ შაყანჩელმა მთხოვაო, რომ კულტსაგანმანათლებლო სასწავლებელშიო უნდა თუ მოწეული გუნდის ხელმძღვანელიო. ყანჩელი იყო კონსერვატორიაშიც მუშაობდა და მუშაობდა ამ კულტსაგანმანათლებლო სასწავლებელში და ვახტანგი მითხრა, მე შენი კანდიდატურა მივეციო, ყანჩელი კარგად მიცნობდა, ესე იგი და წავედი დამხვდა დაახლოებით 20-26 მომღერალი. ესენი იყვნენ ძირითადად კაპელიდან ვეტერანი მომღერლები, ხანში შესულები იყვნენ. ორი მომღერალი კარგად დამამახსოვრდა ძალიან. ბანი იყო ერთი. ხანში მოხუცი იყო ვანო ტატიშვილი, რომელიც მე მგონი ცალთვალა იყო თუ დაზიანებული ჰქონდა, კარგი პროფუნდო ჰქონდა ბანი და ერთი ქალბატონი დამამახსოვრდა, როგორც გავიგე ეს იყო მანანა ბაგრატიონი. პირველ მეცადინეობაზე რო შევიკრიბეთ და დავამთავრეთ, გავესაუბრე ყველას, ვინ ვიყავი, საიდან ვიყავი. მესამე კურსის სტუდენტი ვარ და მანანა ქალბატონ მანანას უთხარი, მე თქვენ გიცნობთ, მეთქი. გაკვირვებელმა შემომხედა, მესამე კურსელი უცხო. საიდან მიცნობთ? თქვენ ალბათ გახსოვთ, მეთქი 1948 თუ 49 წელში ჯანო ბაგრატიონის ჯაზ ორკესტრი თელავში იყო მეთქი გასტროლებზე. გაიცინე კიო, როგორ არ მახსოვს. მაშინ ვიყავით 11 წლის მეთქი და და ჩემო წამიყვანა ამ კონცერტზე და მახსოვს მეთქი თქვენი ნომრები, როგორც მომღერლის. იცით კი მახსოვს მეთქი, როგორ მოგიპატიჟათ, ესე იგი კონფერენციამ კულისებიდან დაუძახა, შენ ჯაზის ბურჯო გვიმღერე მანანა ბაგრატიონო. და გამოვიდა, ახალგაზრდა იყო მაშინ რა თქმა უნდა. მე დავადგინე, რომ ჯანო ბაგრატიონის და იყო და ამავე დროს იყო ბუბა კიკაბიძის დედა. მე ბუბას შორიდან ვიცნობდი, ძალიან გაუხარდა, რომ ასეთი ნაცნობობა ჰქონდა და ეს იყო მეორე შეხება გუნდთან. ჩემი ფუნქცია იყო პროგრამა მომემზადებინა სტუდენტებთან ერთად და ამ სტუდენტებთან აი ამ გუნდთან და სახელმწიფო გამოცდაზე ედირიჟორად. შემდეგი იყო არტოს ბაღი, ესე იგი და არტოს ბაღის გუნდი. სხვათა შორის აღნიშნო, რომ ამ გუნდმა ძალიან დიდი წვლილი შეიტანა, ესე იგი ბავშვთა მუსიკალურ აღზრდაში და ყველაზე მთავარი ჩემთვის არის, რომ გია ჭუბაბრიამ აი ამ გუნდთან ერთად და ჩემთან გადაიყო დოკუმენტური ფილმი ჩუქურთმა. ასე იყო, გია ჭუბაბრია თეატრალურის წარმატებული პედაგოგი იყო, არაჩვეულებრივი დოკუმენტალისტი და მე კარგად ვიცნობდი გიას და მთხოვა, რომ
მინდა ერთი ფილმი გადავიღო აი ამ შენ ბავშვთა გუნდთანო როგორ იბადებაო ქართული გალობა ქართული სიმღერაო და თუ შეიძლებაო მე დაგესწრები ხოლმე ხოლო ჩემ ყურადღება არ მომაქციო მე ჩემსაც ვიმუშავებ შენი გააკეთე რეპეტიციები როგორც არისო და მართლაც თვენახევარი დაახლოებით ვიმუშავეთ მერე მან დაამონტაჟა ეს მასალა და გამოვიდა არაჩვეულებრივი ფილმი ჩუქურთმა მე მკითხე მაინც რატო ჩუქურთმა მეთქი და აი მე ვხედაო რომ აი ამ მუშაობაშიო როგორ იხოცებაო და როგორ ბოლოს იღებსო აი ამ ჩუქურთმის სახესო ქართული სიმღერაო ну შემდეგ იყო ესე იგი უნივერსიტეტი კაპელა ეს უკვე ყველასთვის ცნობილია რაც იყო Akwini goktavi davlaron buyuruldu. Oturum bir yer mi geçti? Ben içeri tanıyorum şunlar. Hava. Altta binmeyem atar. Kargit. Давай, Kargit. Akla da qalbuli. Hagdan sinjot. Ayman Kargi, Mino, sunt quasi noi de. Sunt quasi. Oh, sunt quasi. Oh, ciao, Kargi. Aberta talvetta metà sinjo.
რატომ ისულება ედემში ნანებული უნდა იყოს სულ ლეგალო და რატომ პირველ ედემს არა სულ კარგი ედემს აბა არა თქვენ ადრე გადა მოუსმენთ ეს ლაბაჩი Чумак.